ინოვაციური რეფორმებით საქართველოს მსოფლიოს 53 ქვეყნის წინაშე ბრაზილიაში წარსდგება უკვე განხორციელდა და სამომავლო რეფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს. სამიტი, რომლის სახელწოდებაა ღია მმართველობის პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს 2011 წლიდან შეუერთდა. პარტნიორობის მიზანია მთავრობები გახდნენ უფრო მეტად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღია და ინოვაციური. საქართველოს დელეგაცია ბრაზილიაში სხვა დაინტერესებულ ქვეყნებს გაუზიარებს იმ რეფორმებს, რომელიც მომავლის საჯარო მომსახურებას ითვალისწინებს, მათ შორის ინოვაციური იუსტიციის სახლი, სოფლის განვითარების ცენტრები, მოქალაქის პორტალი, გაუმჯობესებული მომსახურება ჯანდაცვის სფეროში. სამიტიდან გამომდინარე მიზნებში თითოეული ქვეყანა ქმნის ორწლიან სამოქმედო გეგმას და იღებს ვალდებულებას იმუშაოს 5 მიზნიდან ერთზე მაინც. დეტალებზე ისაუბრებს ჩვენი კორესპონდენტი ნიკა მოლუდინაშვილი. ნიკა, უკვე დასახელდა, რომ არსებობს 5 მიზანი. აქედან რამდენი ვალდებულების აღებას აპირებს საკუთარ თავზე ქართული მხარე, თუ არის ეს უკვე გადაწყვეტილი? ღია მმართველობა პარტნიორობას გულისხმობს, რომ უნდა განახორციელოს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას, სავარაუდოდ თუნდაც ერთი მიმართულება, თუმცა საქართველოს ხელისუფლების და მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ აირჩია 4 მიმართულება. ეს ეხება საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას საჯარო მმართველობაში, საჯარო ფინანსების უკეთეს მართვას და ასევე უსაფრთხო გარემოს. გეტყვით, რომ ამ მიმართულებებიდან საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა სერიოზული და ინოვაციური რეფორმები, მაგალითად საჯარო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლებს. მოგეხსენებათ, რომ 5 იუსტიციის სახლი უკვე აშენებული არის საქართველოში, ხოლო წლის ბოლომდე 16-ის მშენებლობა უნდა დასრულდეს და სწორედ ამ მომსახურებაზეა საუბარი, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სხვადასხვა მრავალმხრივი მომსახურება და გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ამ სამიტზე წაიღოს ასევე კიდევ ახალი ინოვაციური პროექტი, რომელსაც ერქმევა სპეციალური ელექტრონული პორტალი, სადაც ყველა ქვეყანას, სადაც რომელიმე კარგი, ასე ვთქვათ, რეფორმა განხორციელდა, შესაძლებლობა ექნებათ ამ ქვეყნებს, რომ ერთმანეთში გაცვალონ ეს რეფორმები და ასევე გამოცდილება გაუზიარონ. მოქალაქეთა ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება პრაქტიკულად ყველა დონეზე. პირველ რიგში მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში. მათ ექნებათ საშუალება, რომ გააკეთონ კომენტარი ნებისმიერი კანონის ნებისმიერ მუხლზე. ასევე ჩვენ გავაკეთებთ პლატფორმას მოქალაქეებისთვის, რომ მათ შეძლონ ელექტრონული პეტიციების წარდგენა კონკრეტული უწყებების მიმართ, რომელიც შეიძლება ეხებოდეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს დაწყებული, თქვათ, გარემოს დაცვიდან, გაგრძელებული, თქვათ, საგადასახადო მიმართულებით და დასრულებული, თქვათ, სამშენებლო საკითხებით. პირველ რიგში ჩვენი ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რა თქმა უნდა, მიესალმება, რომ საქართველოს უერთდება ესეთ მნიშვნელოვან გლობალურ ინიციატივას. თქვენ იცით, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოში შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი. ამ ფორუმში ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართულები. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, ამაში ჩვენ ჩავერთვებით და გაიდლაინების გაწერაშიც ასევე მონაწილეობას მივიღებთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ უკვე პროაქტიულად გამოქვეყნდება კანონპროექტები, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღონ და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან ამ თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით. თავარი არის, რომ საქართველოს არის ძალიან სწრაფად რეფორმირებადი ქვეყანა და ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც საქართველოში განახორციელეთ, არის საინტერესო სხვა ქვეყნებისათვის. თვითონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, უკვე მივიღეთ, ასე ვთქვათ, გამოხმაურება, რო არის განსხვავებული და განსხვავებული სხვა ქვეყნებისგან. შესაბამისად, ინტერესი ძალიან დიდია იმას, რასაც ვაკეთებთ საქართველოში და ჩვენი მიზანი აქ იქნება, რომ მეტ ქვეყანას ვეთანამშრომლოთ, მეტ ადამიანს შევხვდეთ და რაც ყველაზე მთავარია, კონკრეტულ ქვეყნებთან უკვე დავიწყოთ იმპლემენტაცია ჩვენი რეფორმების იმ ქვეყნებში, ანუ ამაზე ვიმუშაოთ. და ბოლოს ჩვენ მთლიანად ამ უზარმაზარ ინიციატივას ვთავაზობთ პლატფორმას, რომელთაც გაიცვლება რეფორმები და მოხდება რეფორმების იმპლემენტაცია სხვადასხვა ქვეყნებში. ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე საქართველოს საკმაოდ მრავალმხრივი და ინოვაციური რეფორმები წარსდგება. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს სამიტი ბრაზილიაში 17-18 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას 53 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ. მადლობა.